ესე იგი, როგორ შეიძლება ქუთაისში გამოხვიდე და ლიკლიკაძეს არ გადაეტანა? აქ ახალ. მე კი ესე ქუჩაში უნდა შევდე და არ უნდა ვიცოდე. ჩვენ გენაცვალე გადაღებებზე ვართ საალხენო და საკეიფოთ არ ვცალია. ხო, მაგრამ რა გადაიღე, რა საკეთებ? ესე იგი, დავდივე ქუთაისში გადასაღებზე მეტი რა ყველა სახლს რაღაცა ისტორია აქვს და რაღაცები გადავიღეთ. ეხლა გიმნაზიაში ვიყავით და მართლა საოცარი ის. მე მგონი ესეთი სკოლა საქართველოში არ არის. ამდენი ერთად თელი სკოლა თავი წარსულით ახლა. მე შენ გაჩვენებ რაღაც ისეთ ქუთაის კიდე, რომელიც არავის არ აქვს გადაღებული დაუშვათ, არავის არ აქვს იმ სახლების ისტორიებზე, პიროვნებებზე. ექსკლუზივს მოკლედ. ბევრი ისეთ კაი რაღაცას გაჩვენებ, შენ თუნდაც გაგიკვირდება. საწავიდე ეხლა ნიჭიერი კაცი. სალია შენ ეხლა. არა, ნუ ეხლა 12 სამსახური დაკარგო რომ. არა. ახლა მე ვიდე ჯერ გორაზე ავიდეთ. გორასთან არის ულამაზესი კიბეები გავაკეთეთ ეხლა. ეგ რაღაც ბევრი ისტორია და მინდა რომ ის გაჩვენოს. წავიდეთ, ესე ავალ თქო. მიდაგერები გორა. ესე იგი, ამ კიბეებით ეხლა ჩვენ ავდივართ გორაზე, ხო? გორაზე. ეს უქიმერიონის ცნობილი გორა, მე არ მეგულება ქუთაისელი, ვისაც ეს ადგილი არ უყვარდეს და პირველ რიგში სანამ ამ ისტორიას მოგიყვებოდე, რაც ამ კიბეებს უკავშირდება, მინდა გითხრა, რომ ძალიან დიდი საჩუქარი გაგვიკეთეს ეს კიბეები, ახლახან გააკეთეს. თავისი განათებით ღამე არის ფანტასტიკური. ჩანჩქერი აქვს თავისთავად უნებრივად. აქ ვაჟავშაველას ზეგით ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ქუთაისელების და ძალიან მიხარია, რომ ერთ-ერთი პირველები ავდივართ ჩვენ ამ კიბეებზე. აი იმ გორაზე ავდივართ, ეს არის გორა, სადაც იშხნელები ცხოვრობდნენ. მე როგორც ვიცი, საკუთარი სახლიც კი არ იყო და ნაქირავები ჰქონდათ. კი ბატონო, კი, 4-ვე და ერთად ცხოვრობდნენ და ეს არის ძალიან ბევრი კარგი ისტორია უკავშირდება. აი გვირილობასთან დაკავშირებით, აქ გვირილობა იცი რა თქმა უნდა, ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ევროპული და სვეტსკი დღესასწაული ნამდვილად და აი ყიდიდნენ გვირილებს, მაგრამ კი ბატონო, კი საფორმო დღე იყო ნამდვილად, ასეთი ერთი ამერიკაში მანდლერების დღე აქვს და ევროპაში გვირილობა ქუთაისში თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის ქალაქობა და ქუთაისობა და რაღაც ბათუმლობა, თბილისობა, ხაშურლობა. ეს არის სხვა რაღაცა. ბესიკის გორა ქვია ამას, ბესარიონ გაბაშვილის. ეხლა ბესიკი იცი ვინც იყო და ისა ტანოდან დაწყებული თუ რაიმე ცნობილი ლექსი ვიცით, აი ამ გორიდან უძღვნა თავის შეყვარებულებს ბესიკი ის შეყვარებულები ყავდა. სულ მეგე, აი მაგათად ბებიაც უყვარდა და შვილიშვილიც. ადადოფალზეც იყო გამიჯნურებული და მიშვილიშვილზეც. ხო, ჯერ თავიდან ანაზე და მე მიშვილიშვილი ანაზე და უამრავი ლექსი, კარგი ლექსი აი ამ გორის უქიმერიონის პარკიდანაა წაკითხული. და რაც შეეხება ვაჟავშაველას ზეგს, რომელიც ჩვენ ახლა გამოვიარეთ, ეს ქუთაისის მთა არის ჩათვალე და უქიმერიონის მთაზე ცხოვრობს ძირძველი ქუთაისელები. უძველესი უბანია გორა, ერთ-ერთი ძველი უბანია და ვაჟავშაველას სიყვარულის გამო რახან მთასთან არის ახლა ვაჟავშაველა დაკავშირებული, ძეგლიც დავდგით. ეხლა აქედან მე შენ მინდა ნიკა წაგიყვანო მე-19 საუკუნის აფთიაქთან. ოღონდ ჯერ არ გეტყვი რა მინდა იმ აფთიაქთან და არც იმას გეტყვი რა ისტორია უკავშირდება აფთიაქს, მაგრამ ერთ დავაანონსებ აუცილებლად. ყველა თბილისელს გაგიკვირდებათ. ნუ თელ ქვეყანასაც გაუკვირდება, მაგრამ განსაკუთრებით თბილისელებს. არის რაღაც რომელიც თბილისის სიმბოლოდ ითვლება და ის ყველაფერი თურმე ქუთაისს უკავშირდება. ერთი სული მაქვს როდის მიგიყვან. ფერი ხომ არ კაი, რამე ხო შემატყეს აფთიაქო და არა, აი ძალიან კაი რაღაცა. ზუსტად ვიცი რომ მაგრამ მოგეწონება. წავიდეთ მაშინ. ძალიან ლამაზი ჯერ შეხედე რა შენობა უბრალოდ ძალიან მაგარი. სალამი. ესე იგი, ბიჭო არ გავხსნისო რაღაცა მანიკი გადავიდეთ. არა, აქ ესეთი მაინც. მინგვა კადრი. იაყვავებულა. გამარჯობათ, მიიღებს სტუმრებს. წამოდი შევიდე. ეს არის უძველესი. ახლა ეთყობა ისედაც. სურნელი როგორი ტრიალეს. რა ის ძველი აფთიაქის და გარდა ამისა, ისა უნდა ნახო. ხო. თვითონ იატაკი ნახე რა ძველია ჯერ და რა სუნია ძველი ისა. ნამდვილად რაღაცა ის ბავშვობის ის გამახსენდა. რომელიც ამაზე ჩამომწვავდა ხოლმე დედაჩემი ასევე ეკავე და წამოწვა. ნამდვილი აფთიაქის სუნი, სიძველე, ნუ იატაკი მაგიჟებს და სათუ შენობა ულამაზესი ძეგლია ისტორიული ყველანაირად. ეხლა რატო მოგიყვანე ეს აფთიაქში? ეხლა ყველა თბილისელისათვის ლაღიძის წყლები არის საბიჯდობარათია თბილისის სკოლა და უგებრიელესია და ალბათ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ მიტროფანე ლაღიძე იყო ქუთაისელი. მიტროფანე ლაღიძე იყო ქუთაისელი და სწორედ ქუთაისში შექმნა თავისი ეს წვენი ლაღიძემ და რაც თავარია ლაღიძე იყო აფთიაქში მუშაობდა, იყო პროვიზორი
პროვიზორი იყო და სწორედ აფთიაქის პროვიზორმა, რიგითმა პროვიზორმა გამოიგონა ეს წყლები და არცა და პირველი მაღაზია აქვე ამ აფთიაქის გვერდით გახსნა ისა რა ქვია, სადაც აკაკი ცხოვრობდა სასტუმროს გაჩვენებთ შემდეგ. ბოლოს უკვე გაჭირებაში. კი ბატონო, აი იქ ქონდა უკვე თავისი პირველი წყლები, იქ გაყიდა ლაღიძემ და აქედან წავიდა მერე თბილისში. აკა მორჩეზე ძალიან ლამაზად აქვს რომ სწორედო ლაღიძემაც ხომ ქუთაისიდან დააგორა თავისი კასრები თბილისისაკენო და ესე იგი ამ თაროებზე და ესენი ამ პირვანდელი სახით არის შემორჩენილი. პირვანდელი სახით. რა თქმა უნდა, ეს აფთიაქი, რომელიც ჩემი ნახე. ანუ აქ მარტო კი არის ხო არის გამზადებული წამლები რო იყიდება ყველგან ყველა აფთიაქში და წამლების დამზადება აი ბავშვობაში ხო გახსოვს რაღაცა ქაღალდი რო ქონდა მიწებებული რეზინით მიწებებული რაღაცა ისა ეს შეინარჩუნა ბოლომდე ამ აფთიაქმა სადაც მზადდება წამალი კამის წყალი ხო არ აქვს კი ბატონო კამის წყალი შეჭირდება ეხლა ის მეთქა კამის წყალი ერთი აი ეს მათხოვეთ რა აი ეს აი შეხედეთ კოლი სადა მაგარი ერთი ფურცელი არა რომ დავაფხრიწო ის ხმა მიყვარს ჩეკი არა იყო არ დაგვიჭირო შეხედეთ აგი კაი ბორო კარგად დააფრთხილე ეს მიყვარს მე ვასეპო მოდი შენგენაცალე რა სამალი გინდა ესე ძალიან დიდი მადლობა მართლა რომ აქ მომიყვანე და აქ ძალიან ლამაზია შენ ხო ყველაფერია ქუთაისში, მაგრამ მე როგორც ვიცი, როკიც ძალიან განვითარებულია და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული. კი, საქართველოში ქუთაისი არის როკის სამშობლო. შენგენაცვალე. აქ საერთოდ მარტო რობიკუხიანიძეს არ უკავშირდება, თუმცა ხა თანამედროვე რობიკუხიანიძე უკავშირდება მთლიანად თავის როკს, მაგრამ კონტრასტების ქალაქია რა საერთოდ. აგერ ამდენი სიძველე პირველი რაღაცა ისა და როკიც აქ 90-იან წლებში ქუთაისში თითქმის ყველა უბანში ახალგაზრდები ეს უფრო ანდერგრაუნდში მუშაობდნენ, აი გარაჟებში მგეში ნახავდი, უკრავდნენ ძალიან გემოვნებიან მუსიკას, ალტერნატივ. კი, ყველა მოდიოდნენ, მაგრამ ესეთი ერთი ხელოვანია დღეს. ხო და ისე კარგად თავსდებოდა ეს ყველაფერი ქუთაისში. ხო, რაღაცა ეს კარგ რაღაც მრავალფეროვან რაღაცას ქმნიდა. აი ხა ძირფასი ტელემაყურებელი ჩვენ